ყველა მიხვდით ხო რომ unboxing-ის დროა. სალამი ყველას, დიდი ხანია unboxing-ის ვიდეო არ გადამიღია, ძალიან მომენატრა. ზოგადად YouTube-ის ვიდეო არ გადამიღია დიდი ხანია. But we will fix that. დღეიდან მინდა რომ ძალიან ვიაქტივრო YouTube-ზე და იმედია გამომივა unboxing-ებს ვაგრძელებთ Shein-ით. თქვენთან ერთად გავბრდღუნი ამ Shein-ის ამანათს და ვნახოთ რა გამოვიწერე. მოდი ბევრს არ ვიბოდიალებ და დავიწყოთ. პირველი შეგხვდა შორტი. ის რა კარგი ტილოს ნაჭერია. აუ ღადაო, ძალიან კაია. ნახეთ. ჩაცმულსაც გაჩვენებთ. ეს შორტი არ ვიცი. რაღაც აი აქ რო გაბერილია, ეგ არ მომწონს. რაღაც ძალიან გაბერილია აქ. როგორც ესეთი ძალიან კომფორტულია. არ ვიცი. წავარა. დამეწერეთ კომენტარებში ეს მიხდება. ეს არის კოლგოტები. როგორი ხსნება? სულ არის 3 ცალი, შავი, კრემისფერი და თეთრი. მოდი ვნახოთ თეთრი. ნახეთ როგორი თვლები აქვს. არ ვიცი კადრში რამდენად ბრჭყვიალებს, მაგრამ აი ეს რაღაცა. უმინდა რომ დაფოკუსდეს, აი. ერთზე მინდა ამოვიღო, მაინტერესებს. ეს ხო კარგად მექნება. გონია რომ ბავშვის გამოვიწერე და ეხა არ გავიგიშდე, მაგრამ კი იწელება. უნდა მომერგოს როგორმე. არა კი, აი საკაიფოდ იწელება. ეს უიჭველი კარგად მექნება, გადავა. ეხა ამას ჩაცმულს ვერ განახებთ, მაგრამ გეტყვით თუ მომერგო. Next. Aws ვიცი. ეს 3 ცალი შორტი არის ჯამში. ანუ ნახეთ. ეს ერთი. გონია რომ ზაგარზე ძალიან საყვარელობა იქნება. ესეც. შორტებია რა. 3 ცალი იყო ერთად. ეს ფერიდად მომწონს, ხო ახლა ვერ მოგატყუებთ. არ მომწონს, მაგრამ ეს ორი ძალიან საყვარელია. ამასაც ჩავიცმო და გაჩვენებთ. ეს არის ვარდისფერი. წითელი, როგორც აღნიშნე, წითელი არ მომწონს, მაგრამ წავარა. ანუ ძალიან კომფორტულია. საერთოდ ვერ გრძნობ, რო გაცვია. უბრალოდ ეს ფერი რაღაც ამოვითვალწუნე. ამ 3 შორტიდან ყველა საყვარელი მაინც ეს არის. თეთრი, პატარა საყვარელი ალუბლებით. ეს ყველაზე მეტად მომწონს. ეს პატაწუკა, მისამაგრები. აუ, ძალიან საყვარელია. ესეთი ბანტუჩკები. Cute-ია. ვარდისფერები ახლა ხო არ გავიკეთო. მომწონს. ეს საყვარელობა. ეს არის შარვალი მეგობრებო. აუ რა კაია. აუ ძალიან მაგარია. აი ზუსტად ესეთი მინდოდა დავარდნილი. აი ძალიან მომწონს. ისეთი რბილი ნაჭერია. არ ვიცი როგორ უნდა აგიხსნათ. ძალიან მომწონს. ესეთი შავიც გამოვიწერე. ამასაც გაჩვენებთ ჩაცმულს. ამ შარვალს რაც შეეხება. აი ძალიან თავისუფალია. რა კომფორტულია ხალხო. ეს რო იცოდეთ. Hello, your computer has virus. ამას რამე ეშველება. ძალიან ლამაზია თან მიხდება. შემდეგი არის თვორცდები შორტია. კი, მაგრამ აი ნახეთ. ოღონდ. ეს წარმომედგინა როგორი ნაჭერი იცით, აი ფოტოზე რო ნახავთ მიხვდებით კიდეც, უფრო ნაჭერი წარმომედგინა და ეს რაღაცა ცელოფანივით არის, აი არც ისე სასიამოვნო ნაჭერია. ხმაზე ხო ხვდებით უკვე. ხანდახან აქეთ რო ვიყურები ხოლმე, აქ სარკე მოქვს და მანდ ვიყურები. აი ამ შორტზე როგორც ვთქვი, ძალიან თავისუფალია და ძალიან კომფორტულია. საერთოდ ვერ გძნობ რომ აცვია, ოღონდ მართლა. ეს დიდ დრაგუნებზე ძალიან ლამაზი იქნება. ნაჭერი არის ცოტა ისეთი cheap. მაგრამ ანუ არ უნდა შეეხონ. აი ნაჭერს თუ არ შეეხებიან, რო შეხედავენ იტყვიან რომ რა საყვარელი რაღაც გაცვია. აი ესე ვიწყებ ხოლმე თავს მეგობრებო, ვისაც უაზრო რაღაცებს ვყიდულობ. Slay. ეს არის თვორცდები თეთრი შარვალი რო გაჩვენეთ. აი ესეთი. ესეც ზუსტად იგივე ნაჭერია.
დავარდნილია და ნუ შავიც უნდა გქონდეს რა. ხალხო მართლა მინდა რომ აი თქვენც გეცვათ ახლა ეს აი კანზე არის ძალიან კომფორტული, ძალიან რბილია. აუ ძალიან კაია. მაგრამ ცოტა გრძელი არის ახლა უნდა ვაღიაროთ. ცოტა გრძელი არის. მაგრამ არა უშავს. ეს არის გრძელი და მე არ ვარ. ეს ვიცი რაც არის. აუ რა კარგი გრილი ნაჭერია გადაობ. ძალიან კაია. ძალიან გრილი ნაჭერია. შორტის ჭრილზე აქვს სარჩული რომ არ გალანდოს რა. ჩავიცვათ და ვნახოთ, ძალიან მაინტერესებს. აი ეს არის შარვალი, რომელსაც გარეთ ჩავიცვამ. დანარჩენი ყველაფერი სახშიალოთ. იმ დონემდე თავისუფალია, რომ აი რამე თუ არ მოგწონს, ესე ვთქვათ, ზედმეტი კილოგრამები. აი ეგაც არ მომწონს, აი ეგ არ ჩანს ამ შარვალში. ესეთი ფარტხუნაა და ძალიან მომწონს ეს შარვალი. რაღაცნაირი ვაიბი აქვს. შემდეგი არის ეს შარვალი. ანუ როგორ მინდა რომ ეხლა თქვენ ამას ხელს კიდევდეთ. ისეთი კარგი ხარისხია, ისეთი რბილია მეგობრებო. ესეც დავარდნილი შარვალი. არ ვიცი, რატო გადავაკიდე ამ შარვალებს. აი ესეთია. ისეთია რა, უცებ ამოიცვალ და გაიქცევი, უცებ საქმე რო გამოგიჩნდება. ან მაღაზიაში ჩახვალ ან რაღაცა რა. აი ამ შარვალს რაც შეეხება, უმაგრესი ხარისხია ხალხო, უკომფორტულესია. ცოტა გრძელია, აი ესეთია დაშვებული. ესეთიც მინდოდა იტანზე გამოყვანილი და იქ დაშვებული რო არის. შემდეგი, ესე შარვალია, გაგიკვირდებათ ალბათ. აუ ეს ძალიან საყვარელია. ნაკით. აღონდ ხარისხზე დიდად ვერ გავიგიჟდი. ძალიან გამჭვირვალე. რაღაცა უაზრო ნაჭერია. სახლში ჩასაცმელად წავარა. ამით გარეთ ვერ გავა. იმიტომ რომ მაგარი ბანძი ნაჭერია. ისეთია რა, სახლში რო ჩაიცვალ და თავს რო საყვარელად გრძნობ, სხვა მეტი ფუნქცია მას არ გააჩნია. იცი რა მაინტერესებს, რომ მოძრაობ თქვენც გესმით ეს ხმები? რა არის ეს? ჯიბი არ არის, გონია რომ ცელოფანი მაცვია. ძალიან არაკომფორტულია. მაღიზიანებს. დარწმუნებული ვარ თქვენც არ მოგწონთ. შეგიძლიათ ეგეც დაწეროთ კომენტარებში, არ არის პრობლემა. ესეც შარვალია. გაგიკვირდათ ალბათ. შემდეგს რო ვიღებ, ალბათ გონიათ რომ სხვა რამე იქნება. აბა ეხლა ზედა ტოპი. არა მეგობრებო, შარვალია. ვაუ. ძალიან ლამაზია რა. თან კაი ფერია. ფერი როგორც ესეთი კარგია და ნაჭერი, ძალიან გრილი ნაჭერია. იმედია მომიხდება. რაც შეეხება ამას რაღაც ძალიან მომდგარი, აი გონია რომ ძალიან გამოკვეტებული ვარ, აი ძალიან გამოკვეტებული ვარ. არა და ძალიან კარგი ფერია და ძალიან კარგი ნაჭერია თვითონ, ძალიან გრილია. თვითონ შარვალი კარგია, მაგრამ მე რაღაცა ვერ მოვიხდინე. დამიწერეთ კომენტარებში. იმიტომ რომ ეს მართლა ვერ მოვიხდინე. ეგრე მგონია მართლა ძალიან გამოკვეტილად, გუძნა უპატივით ვარ მგონია. არ ვიცი, არ მომწონს ეს. გამოიცანით შემდეგი რა არის? შარვალი მეგობრებო. ოკეი, ვნახოთ აბა როგორი შარვალია. ძალიან ვღაწევ. ოღონდ ეს იმდენად გაუაზრებლად მომივიდა, რომ ყველაფერი შარვალია, რომ ანუ ახლა ვხვდები, რომ თურმე სულ შარვალები ამომიწერია. ეს ვიცი რომელიც არის და ხარისხიც წავარა. ამ დეტალების გამო რომ გამოვიწერა, იცით? აი ესეთი ბანტები აქვს ყველგან და დიდი დრაგუნა ფეხსაცმელებს ძალიან მოუხდება. ეს კაია ძალიან. ისეთია რა. Street style. აქ ბანტი არის გახსნილი, მოიცა. აუ, ეხა მახინჯობა ბანტი გამომივარა. აუ, really cute. ეს არის შარვალი, რომელიც მართლა ძალიან მომწონს. ისეთია რა, კაი ხასიათზე რო დაგაყენებს. თან ბანტები აქვს. რა სიტყვით მე ძალიან მომწონს. იმედია თქვენც მოგწონთ, იმიტომ რომ ალბათ ხშირად დაინახავთ აი ამ შარვალს. ეს ბარემ რაღაცა პატარაც გამომიწერია. ეს რა არის? ახალი ფეხსაცმელის ჩაცმა ხო ზოგადად ძალიან გვიჭირს. ან მარტო მე მიჭირს, არ ვიცი. ეს არის ახალ ფეხსაცმელზე უკან რო დაამაგრო, ესე უნდა ჩადომ და უკან აი ესე რომ მიამაგრე ფეხსაცმელს უკვე აღარ გტკივა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ესეთი რბილი სილიკონი, აი ძალიან რბილი არის. გონი ბოლო დამრჩა. ეს არის ქალის თეთრეული, ბოლოს წინა. რომელსაც არ გაჩვენებთ. რა თქვენ საქმეა? და ეს კიდევ არის შარვალი თუ არ ვცდები. პიჟამა შარვალი. სახში უნდა იბუდიალო. ანუ ეხლა რაც დავაკვირდი, ყველაფერი მაქვს გამოწერილი ისეთი, რაც აი არ ვიცი, სახლში რო ვიქნები. გონი სახლიდან გასვლას აღარ ვაპირებ. ანუ აშკარად დეპრესიისკენ ვარ მიდრეკილებული. გატყუებთ დეპრესია ის. აი ესეთი ვარდისფერი cute პიჟამა შარვალი, ძალიან კარგი ნაჭერია. ნახეთ? და ეს საყვარელი ბანტიკები ძალიან მომწონს, like I'm obsessed. Guys. ესეც ჩავიცვათ და ვნახოთ. ესე ძალიან მომწონს.
ესეთ გრძელია. არ ვიცი, თავი 2 მეტრიანი რატომ გონია, მაგრამ მე რა შუაში ვარ. მაგათ რატომ გონი ვარ 2 მეტრიანი. და ეს თუ დავდგები 2 მეტრიანი ვარ. მეგობრებო, სულ ეს იყო. ძალიან მიხარია რომ დავუბრუნდი YouTube-ზე. ძალიან ბევრ კარგ ვიდეოს გვპირდებით. ძალიან მიყვარხართ. ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, ასევე Instagram და TikTok არხი და რა თქმა უნდა არ დაგაუწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება და კომენტარიც დამიტოვეთ. მოსაყვანილი ხარ როგორ გიხდება და ამ რაღაცები. მიხარია კარგი კომენტარების წაკითხვა და რა გავაკეთო. ბევრს კოცნით, მიყვარხართ და შეხვედრამდე.